მოგესალმებათ მეგობრებო, ყველას სიხარული ბედნიერება და ეხლა უთხრა ჩავერთე, მოდი გავერთოთ. ახსოვთ ადრე ამერიკული ფილმები რო იყო ხოლმე, მატარებელი მიდის და გვერდზე ისინი ყაჩაღები და ბანდიტები ცხენებით მისდევდნენ რა. ეხლა აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, აი მატარებელი მოდის, ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ არ დავაყაჩაღებთ, მაგრამ ჩვენ გავითამაშოთ, აბა რამდენი ვაგონია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ეხლა ჩვენთვის თავარია ამ მატარებელმა არ გადაუხიოს და გვერდზე წავყეთ, ხო არა, ეგრე ძელი, კარგი, 10-ზე გავჩერდით. რატომაც მინდა რომ რეკორდი დავამყარო, ესე იგი 10, 11, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. არა, ამერია დათვლა. კარგად არ გამოდივიდა რა. მატარებელი მიუყვება. მე წინა ვიდეოებში თქვით, ხო, ჩვენ სადაც მაშინ 238 რო დავთვალე, მაშინ გაჩერებული ვიყავი და ადვილი იყო და ეხლა მოძრაობაში არ გამოდივიდა. საერთოდ ალბათ გახსოვს სკოლაში გვასწავლდნენ რკინიგზა განვითარებულია ამერიკაში თუ არ არის. რა თქმა უნდა განვითარებულია, უბრალოდ ამ სატრანსპორტო საშუალებამ ამ ტრაილერის გადაზიდვა უფრო აჯობა. და რატო? გახსოვთ, მე მახსოვს ხოლმე სკოლაში გვასწავლდნენ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა კავშირმა აქცენტი გადაიტანა რკინიგზაზე. იმიტომ რკინიგზა უფრო იაფიჩდება. მაგრამ სამწუხაროდ რკინიგზა, ანუ ვაგონები ყველგან ვერ მიდის. და ამერიკა სატრანსპორტო გადაზიდვებზე გადაიტანებს მთელი ყურადღება, იმიტომ რომ ასეთი მანქანებით გადატანა უფრო ძვირიჯდება, მაგრამ სამაგიეროდ ყველგან მიუდგება, თვითის მიტანა შეგიძლია ყველგან. ეხლა მატარებლით რომ მიდიხარ, ის უნდა მივიდეს სადგურზე, მერე მანქანა მოვიდეს და ეს სამყე ხარჯებია. ნუ ეს ორი ეკონომიური, ასე ვთქვათ, განვითარება მიმდინარეობდა იმ ომის პერიოდში. მაგრამ ამერიკაში ისე განვითარდა ეს სატრანსპორტო საშუალებები, აი მაგალითად ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ადრე თუ დადიოდნენ მატარებლებით, ეხლა ასეთი სერვისი აღარ არის. კი, რკინიგზა და ასე ვთქვათ, ელმაულების, ანუ ელექტრიჩკებს რო ვიძახით, ის არის ქალაქგარეთ, თქვა დიდ ქალაქების გარშემო, თქვა ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკი, ფილადელფია. რაღაც 100, 200, 300 მილის რადიუსში ტრიალები, მაგრამ აი ესეთი გრძელი იმით რო წამოხვიდე, რა ვიცი, არ გამიგია. მაინც ეხლა ამჟამად უფრო თვითმფრინავს ამჯობინებენ გადმოფრენას და ამ თვითონ მანქანით. თუმცა იმ დღეს ჩავიხედე რაღაც მაინტერესებდა, აი შეიძლება მატარებლით წასვლა და არის, აი ძალიან იშვიათად და ფაქტიურად ამ გრძელ დისტანციებზე ამერიკელები და საერთოდ მოქალაქეები ერიდებიან მატარებლით სიარულს. უჩვენიათ მანქანი წამოვიდეს, ამ ბოროს და ბოროს თვითმფრინავით. თუმცა ეკონომიურად მაინც სარგებელია ამხელა თვითონ გადატანა, ამხელა გავასწარით არა. ემოვას უახლოვდებით. ეს ვესტენები რო იყო ხოლმე, ხო გახსოვთ მეგობრებო? პოლიციელი იყო, ჩავწია ეს. და ასე რომ ვესტენები რო იყო ხოლმე, რომ გამოიკიდებოდნენ და ძირითადად საფოსტო ვაგონებს აყაჩაღებდნენ, საფოსტო კამპუსი გადაქონდა და რაღაცა ხელფასები მიქონდა და ამის დამაგვარი. ჩვენ ეხლა მასეთი განსხვავება არ აქვს, და რომ გქონდეს რა გავაკეთებს თუ რა. ესე იგი ის მატარებელი იქიდან წავიდა და აქეთკენაც მოდის.
არ გამოგვივიდა მეთქი ცოტა ისეთი სახალისო ვიდეო იქნება მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. ეხლა სიტყვაზე შეიძლება მგზავრები არ დადიან ამერიკის რკინიგზაზე ისე არ ხმარობენ თქვა ძე დისტანციას, მაგრამ ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავები ძალა ეხლა ამდენი კონტეინერები და ზოგადად სახმარობენ ამდენი სიგნალს. ისე გამახსენდა აი ჩვენი ბავშვობის დროს რო ეკითხებოდნენ ხოლმე აგინა გამოხვიდეო, გონი 10 შეკითხვიდან 7-6 ბავშვი მგონდა რომ მე მანქანა ყოფილიყო. და საინტერესოც იყო და საქართველოს ბავშვები აუცილებლად მიდიოდნენ ხოლმე მუშტაეჩი არა და პროპაგანდიდან გამომდინარე ყველაზე პირველი საბავშვო რკინიგზა იყო თბილისში, ხო? მუშტაეთის ბაღში. დღემდეც ისეთი საინტერესოა და აი შეგრძნება რომ აი მატარებელში და იქ რო დაждდებოდი და რო გიხარო და ჩუქ მაგარი შეგრძნება მოდიოდა. რაღაც ისეთი ვიდეო არ გამოგვივიდა თან პატარაა და მოდი რომ გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო და უფრო საინტერესო გავხადოთ რამდენიმე კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რომელიც მე მომდის ხოლმე ვაგროვებ ხოლმე და მე პასუხებს ვცემ ხოლმე და აი რამდენიმე კითხვა მოვიდა და მე გაგცემთ პასუხს. ისე მეგობრებო, მე მაქვს თქვენთვის შეკითხვა. აი ახლა უყურეთ ეს შევცვალე ეს შნურებიანი ნაუშნიკი. შევცვალე იმასე და მგონი აქ უფრო კარგად ისმის, ხო? იმიტომ რომ მაინც არ მინდა ვაწყინინო იმ მეგობრებს, ვისაც იძახიან ხოლმე ხმაურიაო და ამიტომ მაინტერესებს, აბა ისე გირჩევნიათ აი ეს შნური ამ ავთულის გარეშე ყურსასმენის დაყენება თუ ასეთი. აი რომელში იქნება კარგი სმენადობა თუ მეტყვით მე უკვე ოპტიმალურ ვარიანტს გამონახავ და ისე ვილაპარაკებ ხოლმე ვიდეოს გადაღების დროს. ეხლა ჩვენ ისე მოხდა რომ ჩვენ არხში მოახერხეთ ასეთი ბილსიტყვაობის და არანორმირებული სიტყვების აღმოფერით, მაგრამ ზოგიერთ კითხვებში იგრძნობა რაღაც ცინიზმი და ირონია. მაგრამ ალბათ ეს ცინიზმი და ირონია ჯობია ამ გინებას და ბილსიტყვაობას. აი ესეთი და კიდევ აი ეს გადატანითი მნიშვნელობით რომ უნდა და თან უნდათ რომ გიკმინონ, თან ვერც კმენენ, მაგრამ თან უნდა თქვან და თან რაღაც შიშის გზნობა აქვს და ამჟავნებენ ზოგიერთი ადამიანი არ მინდა ხა მეც ცუდად ვთქვა რაღაც გაუნათლებლობას. აი ასეთი კითხვაა. თქვენ ხშირად სახეს არ მეუნება, თქვენ ხშირად ახსენებთ კაპიტალიზმი. თუ არ მოგწონს ეს კაპიტალიზმი, რას აკეთებთ მან? როგორ გეტყობა რომ საბჭოთა კავშირში ხარ გაზრდილი და გარუსებული აზროვნება გაწუხებს. გაიგეთ მეგობრებო კითხვა, ესე იგი მე საბჭოთა კავშირში გაზრდილი ვარ და გარუსებული ვარ და კაპიტალიზმს რატო ახსენებ ხშირად? იგძენეთ ხო რომ რაღაც ირონიის იმათ რომ აი ესე იგი ამ ვინც ახლა მომწერა კაპიტალიზმი მაგისთვის არის რაღაც აღედეთ ყურა 6-4 რა. ან რა შუაშია, მაგრამ შუაში კი არა ეგ არის რომ უნდა გიკმინოს და არ იცის რა ხნას და ასე თქვა ითვლება ყოველი თქვა ეს კაპიტალი დასავლეთი არის გაპეტიშებული აქ რა კაპიტალიზმი. დარწმუნებული ვარ ამ ხანაკს ასე რომ თქვა საბჭოთა ტერმინიდან რო ავიღოთ ამ ხანაკს კაპიტალიზმი მაგას მიაჩნია, აი კაი ცხოვრება გონია კაპიტალიზმი. მაგრამ იმაში რომ ჩაწვდე იმ მომენტებში და ის თავის არში ვერ გეტყვის. არა შენ რომ მეცდები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ასია. კაპიტალიზმი არის კერძო საკუთრების გავრცელების სხვადასხვა ფორმა, ხო? ხო და ეხლა მე თუ მაღაზიაზე ვყვები და საბჭოთა კავშირის დროს ეხლა მე ვიცი რომ მაგი რას გულისხმობდა რომ აი საბჭოთა კავშირში დასინოდნენ კაპიტალისტს, რა შუაშია მაგ კაცო არის?
წყობა არის სოციალიზმი, კაპიტალიზმი, ფეოდალიზმი, მონაცნობური წყობილება, კომუნიზმი, რავი, 1000 რაღაცაა და რა ვიცი, ნუ ფაქტია რომ ადამიანს უნდა რომ მიკვინოს და მენა არ გამოდის. ამის და მაგვარი ასეთი შენიშვნაა, კითხვა შენიშვნა თუ რა ვიცი. აკაკი სხვა რუსი მწერლების გარდა სხვა ვერაფერი ვერ ნახე საკითხავი. არ გაგვიჭირე საქმე ამ დოსტოევსკი და ტოლსტოიტი. აი მეგობრებო, რა უნდა უპასუხო? აი ესეთ კითხვას, ხო? ესე იგი, ეს არის რუსი სიტყვა და რუსი მწერალი, რუსი ფილოსოფოსი და ეს თუ ჩვენ რაღაცაზე განვიხილეთ მაგ თემაზე, ესე იგი მე მარტო მაგათ ვკითხულობ და მაგათ ვაღმერთებ. აი ეს რაღაც აი უაზრო ის არის, ხო? თუმცა რუსების გარდა ჩვენ რამდენი მწერლები განვიხილეთ, ხო? არა, მაინდა-მაინც ამ რუსი აქვს გართულება, რუსი. კი, მომენტებში რუსული სიტყვა წამოვსდება ხოლმე, არის ეს, მაგრამ რატო ვარ მე რუსი და რუსოფილი, აი ვერ ხვდები რა. და თუმცა ჩვენ გახსოვთ თქვი რომ ბარბარიზმების სახით რაღაცა უნდა ხაზი გაუუსვათ, კი, არის, ჩემს რო ლაპარაკობ, ზოგჯერ ახლა რუსულ სიტყვებს ვიყენებ ხოლმე, მაგრამ თუ ინგლისური სიტყვები გამოვიყენე, ის მაშინ ბარბარიზმი არ არის და თუ რუსული ბარბარიზმია რა. ეხლა მე რასაც ლაპარაკობ ამის გულისთვის, ეხლა გამოხდება ვიღაცა და იტყვის რუსოფილი ხარ და აი თქვენ რას უპასუხებთ მეგობრებო ასეთ კითხვას, რუსოფილი ვარ და რუსი ვარ. მაგრამ მეცინება, კი არ მეცინება უბრალოდ აი რატო აი ისევ ანალიზის უნარი არა გამხარს რა, აი ჩვენ წინა იმებში ჩვენ განვიხილეთ ხო? ხახსლის ახალი სამყარო ხო? და იქ როგორ არის ადამიანები რო ვერ ფიქრობენ და აი გული მწყდება ერთი მომენტი რომ აი რაღაცას რო კითხვას ან რაღაცა აზრის გამოხატვა რო გინდა ცოტა ანალიზი და შედარებითი რაღაცა ხო უნდა დაატანო twins რომ ასეთი რაღაცა არ თქვა ხო? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სოფლიო ასეთი ადამიანებით არის სავსე. რუსეთი რა არის და როგორი ქვეყანაა, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ რუსი რო უყეს საგინებლად და რაღაცა იყენებენ, ეს ხო ფაქტია. ესე იგი რაღაცაში თუ არ გეთანხმება ადამიანი ან მის აზრი არ ახარ, უცბად გეუბნება რუსი ხარ. მეცინება ხოლმე რა, მე ვარ რუსი, მაგრამ თუმცა რადგან სოფლიოშიც მასე არ არის, ეხლა ზოგი ხა მეთქვი რა ტრამპი ვარ, ტრამპი არ აბრალებდნენ რუსი ხარ, რო ან ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს არ აბრალებდნენ რუსი ხარ, რო ხო არა ლოგიკურია, ხო? ჩადებულია მაგაში, რომ რაღაცა არგუმენტი რო არა, უნდა თქვა რუსი ხარ და უბრალოდ არ ვიცი, აი სასაცილოა რა. ან ასეთი რამდენიმე კითხვა პასუხი. რა შვება შენი ტრამპი, შეხო ტრამპის მომხრე იყავი? მე მეუნებია. ჯერშედი მე არ ვსაყოფივა ტრამპის მომხრე. და არავის მომხრე არ, მე ვარ მარტო საქართველოს მომხრე და მომხრე ვარ, რომ საქართველო არ დაზიანდეს და ყველა პოლიტიკური მიმართულება თუ ყველა რაღაცა ინტერესები თუ საქართველოს დააზიანებს, ეს არის ჩემთვის პირველ ყველაზე დიდი ტყივილი და ეხლა მებრივია რაღაცა მიმართულებები მოგწონს, რომელიც საქართველოს უდგება და ეხლა ტრამპი რო ლიბერალებს ამ გიჟობებს არ ეწინააღმდეგებოდა ამ ლიბერალურ სიგიჟეებს გძალავდა ბუნებრივად ეხლა ჩემნარი ადამიანისთვის ვინც ჩემი იცის ჩემი ხასიათი რაზეა ჩემი აზროვნება დამოკიდებული რა თქმა უნდა იმის მომხრე ვიქნებოდი თორე როგორ ვიქნებოდი ახლა მე ბაიდენის ან იმათი მომხრე სიტყვაზე მომხრე არ არის მე ვარ მარტო საქართველოს მომხრე რა შუაშია ტრამპის მაგრამ ისინი მომწონდა თორე ახლა რომ ტრამპმა მებს უშვებს და ის რომ დილით ერთს ამბობს შუადღეს მეორეს საღამოს მესამეს და ორი დღის წინ რაღაცას რო ამბობს იმას რო ცვლის ეს არათანმიმდევრობაც რა მოსაწონია ეს რა თქმა უნდა როგორც ადამიანური იმას ვიძახი თორე იმას თავისი ქვეყანა აქვს და მე პირადად ეხლა ისეთი შტაბ-ბიჭდება რჩება რომ
ტრამპი ეს ასაკოვანი კაცი ამ პირველი ნომერი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და ასე ვთქვათ ეხადავება მსოფლიოს. რა თქმა უნდა მე ეს არ მომწონს, ეს რეალობაა, მაგრამ რაღაცაში რომ მართალია და ის რომ ჩემი მას ემხრობა და ჩვენ რომლებიც საქართველოს ქრისტიანული აზროვნების ცნობიერები და ასე მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში და ამ ჩვენ ქრისტიანულ ცნობიერებას და ღირებულებას ეხება, ის რა თქმა უნდა ჩვენთვის არ არის მოსაწონი. ტრამპმა რომ ეს ღირებულება ფასეულებები განაუცო და დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა ჩემი აზროვნება და მისი აზროვნება ამ საკითხში ეთანხმება. თუმცა მისი ახლა დღევანდელი საქციელები ეკონომიურ და მიმდინარე პროცესებზე ბევრ რაღაცაში რა თქმა უნდა აი მისი არათანმიმდევრობა მიუღებელია და არა მარტო ჩემთვის, არამედ ზოგადად ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის ან ვინც რაღაცა ანალიზს აკეთებს, რა თქმა უნდა არათანმიმდევრობა არ არის სამაგალითო სასიკეთო მაგალითი. ზოგჯერ კითხვებიც აი ესეთი არასწორი კითხვები ჩემს მიმართ ანუ არ არის რა. თუმცა არ არის პრობლემა, ნებისმიერ კითხვას მე ვუპასუხებ და ჩემ პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ. აი ხა ასეთი კითხვა კიდევ აბა რომელი კაცი მოვიდა და შენთან ხელი მოგთხოვა ამერიკაში რომ დადიხარ და დაეთხრევი. რომელიმე კაცი მოვიდა და რო გაიძახი ევროპა, რომელიმე კაცს დასდებენ ცოლის მოსაყვანად კაცებს. შენ ხო დადიხარ იმაში ამერიკაში და ევროპაში და მოდი შენთან ისა კაცები ხელის მოსათხოვად. ხო ხედავთ მეგობრებო როგორ ესე იგი მე რაღაც ამერიკაში დავდივარ და კაცები არ დამძდავენ რომ ხელი მთხოვონ, ესე იგი ირონია და ევროპაში ახლა ხო მოდაში აი ევროპაში ვინ დაგძდევს კაცი კაცთან ქალი ქალთან ვინმე გაძალებს აი ძალიან მარტივია ხო მეგობრებო აი კი არ გაძალებს ამ ხალხს ვერ გაუგია რა ყველა ცხოვრობს თავისი გზით მაგრამ ადამიანს და მე მიმაჩნია ქართველ ერს და ქრისტიანებს რომლებსაც მისდევენ ღმერთის გზას და ეს სოდომ გომორული ცხოვრება თავისუფლება კი არა, არამედ არის დიდი ცოდვა და როდესაც აკანონებ ამ ცოდვას, ამ რეალობაში ეს ცოდვა კანონის დონეზე მოყავს და ცოდვაზე მოვნები ეს არის ნორმალური და როგორ გონიათ ახლა ჩემნარი ადამიანი და ჩემნარი მოფიქრალი ადამიანები ქრისტიანული მოფიქრე არა მარტო ქრისტიანი რელიგიური რომელიც ღმერთის დინა მუსულმანი იყოს გიუნდა ებრაელი იმას რომ დააკანონებს შენ ცოდვას ამას მიიღებს ნებისმიერი ასე ვთქვათ ღვთისმიერი კაცი, ღვთის მოსიყვარული ადამიანი და მისი მიმდევარე და რა გიკვირს ახლა როგორ იქნება ეს ახლა არ ვიცი ესეც რატო უნდა იყოს ასე ქილიკური რა ძნელი გასაგებია რომ ჩვენაირი ქრისტიანი ადამიანები რომლებიც თავის სამშობლო უნდათ კარგად იყო და ახლა ეკონომიური წარმატების გამო ჩემი სულიერი ღირებულება დავთმო ეს ხო არ მოხდება რა ქილიკები ასეთი ლაპარაკი აი რა შედეგს იძლევა რა არაფერი არის სულთა ჰაერის გამოშვება და ავიცალა ვინ რომელი ქრისტიანი დასდევს რა ქვია იმას ცისფერებს და ამ იმათ კაცო იცხოვროს როგორც უნდა კაცო ვინ უშლის მაგრამ შენ რომ მოდიხარ და მატყუებ და აი მე შემ ჩაგრავ და იმას არ მოგცემ როგორ მოგცემ გასახანს ცოდვის გასახანს არ მოგცემ მაგრამ იცხოვრო შენ ცხოვრებაში შენ იმაში როგორც გინდა შენ პირად სივრცეში რა თქმა უნდა ეხლა ცემა ტყეპა ეს გამოსავალი აი ის ცემეს ეს ცემეს გასაკებია ეს არ არის სასურველი მაგრამ ეს არის ემოციიდან მე კი არ ვამართლებ ეს არის ემოციიდან გამომდინარე მდგომარეობა თორე ემოციას რო არ აკონტროლებს ადამიანი ის ყოველთვის არის დასადგუნი და უარყოფითი თემაა, მაგრამ აი აქაც არის ეს ანალიზის უნარი რო არ არის, ადამიანები და რაღაცა დააბრეხებენ და ლაპარაკობენ და კაცები მოგზდებენ და კაცები ხელს არ გთხოვენ და აი მარაზმი არ არის მეგობრებო. თუმცა ეს მარაზმი ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ აზრის გამომდინარეა, მაგ ასეთ ადამიანებსაც შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ ისე მინდა ვთქვა, რომ ხალხო კითხვას რო დასვით, ცოტა დაფიქრდით, მაგრამ მე სხვა ამბავია, ის უნდა დაქოქოს, გამოგიყვანოს წყობიდან, მაგრამ ჩვენ როგორ ავად წყობიდან ვერ გამოვართ, იმიტომ ჩვენ ფიქრობთ, ანალიზებთ და
სწორ გზაზე მდგავართ. მაგრამ გეტყვის ქრისტიანობა სწორი გზაა. ხო, ჩვენთვის არის ქრისტიანობა სწორი გზა. აი ესე მარტივად უყურებ მე ამ თემას და რა ვიცი, რატოა ეს ასეთი გართულებული და ის, მაგრამ ისე და ისე უბრუნდები ადამიანებს ანალიზის უნარი არ აქვს. ან უბრალოდ ვერ ხვდება თავის მოქმედება და თავის ემოციურ ამ აზრების გამოთქმას და მოქმედებას რა მოყვება და რა ვიცი. მაგრამ რას იზა? ესეც ჩვენი სამყაროა და ჩვენი ადამიანების დამახინჯებული ფორმაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით რა ხდება და როგორ უნდა მოვიქცეთ. ხო, აი ეს კითხვა უკვე საქმესთან არის ახლოს. ბატონო აკაკი, რას ფიქრობთ არაკონტროლირებადი ემიგრაციის შესახებ საქართველოს წალეკა პაკისტანელებმა, ინდოელებმა და არაბებმა და ასე შემდეგ? მე რომ მკითხო და ჩემი პირადი აზრია, ეს პირველი ნომერი პრობლემაა საქართველოს. არა ეკონომიკა, არა რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანები ეკონომიკის და იმის გამო რომ საქართველოში არ აქვს პირობები რომ რაღაცა რატომ მიდის ემიგრაციაში, იმიტომ რომ თავისი რაღაცა ელემენტარული რაღაცები დაეკმაყოფილოს და სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის ამის პირობები რომ ადამიანი არ ცდილობდეს არ წავიდეს სხვაგან საზღვარგარეთ. პირიქით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური პრობლემა, მაგრამ მე პირადად ახლა მეორდები, ემიგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა. მე პირადად ახლა სტუმარიდეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ასე უკონტროლოთ უნდა კი არ უნდა გამკაცდეს, უნდა მიიღო კანონები. აი მე მაგალითად ჩემი პირადი ისინი მაქვს, აი მაგალითად რა უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, კონტროლში ის თქვა 3 თვეა თუ 4 თვეა თუ რაღაცა სტუმრად შეუძლია ჩამოვიდეს, ის სტუდენტური იყოს რაღაცა, მაგრამ მე 3 თვის შემდეგ გოდიში თუნდა, იმიტომ რომ წახვიდე. ან მაგალითად ეხა ხო არის ახლა ცოლი მოყავს და მე ხეს აწერენ და ამის საშუალებით თუნდაც საქართველოში ეს ჩამოსულებმა ოფიციალური სახე მიიღონ, ხო? ელემენტარულად, აი მაგალითად საქართველოს მოქალაქეობაზე, შვეიცარიას აქ არის 10 წელი უნდა იცხოვრო, ისწავლო კარგად და ჩვენ გავაკეთოთ, უნდა იყოს 15 წელი. თუ იცხოვრა ადამიანმა ცოლი მოიყვანა, ან ქართველი ქმარი ყავს და უკვე ენასაც ისწავლის, ისტორიასაც ისწავლის და ქართულ ღირებულებებით ივლის, რა თქმა უნდა, მას უნდა მიუცეთ მოქალაქეობა. არა 3 წელიწადში, 2 წელიწადში, არამედ 15 წელიწადში. ამიტომ ეს კარგად დაფიქრდება, უღირს აქ ყოფნა თუ არ უღირს. ეხლა თუ გაქართველდა და ქართული ღირებულებებიც არა, ძალიან უნებურად ეს იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ასეთები ბევრი არ იქნებიან, უბრალოდ. თუმცა ესე ჩემი პირადი აზრი, ახლა მე არ ვიცი, მე ვწდები კიდევ მაგას ანგარიში და ის უნდა, მაგრამ საერთოდ დიდი უზარმაზარი პრობლემა, იმიტომ რომ აი ნახეთ, ახლა ევროპის ქვეყნები, ამერიკა ვერ უძლებს, აი წინა ვიდეოში ხო ნახეთ, ყო ამდენი ხალხი ჩავის ემიგრაციის ამბებია, გასაგები ეკონომიკური საკითხები და რაღაცები კი სერიოზული რაღაცებია, უშახელი არ აქციის, მაგრამ ჩვენ საქართველოს ჩვენი უნდა დაждნენ მეცნიერები, დემოგრაფები და ეს უნდა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს ამ თემას ვერ გაუძლებს. მოკლედ და კონკრეტულად, აი მარტივად ვიტყვი, რა თქმა უნდა, უნდა გამკაცდეს ემიგრაციის საქართველოში. მაგრამ ეს გამკაცრება თლათ იმდენად არ უშველებს, რამდენადაც თვითონ ნებისმიერი მთავრობა რომ მოვა საქართველოში, პირველ რიგში უნდა იზრუნოს და ისეთი პირობები უნდა შექმნას, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანს სურვილი არ გაუჩნდეს სხვაგან წავიდეს. ანუ ეკონომიკაზე უნდა იფიქრო, განვითარებაზე უნდა იფიქრო, რომ ეს არის მთავარი და ის მე სიმპათიით და ჯარიმებით კი რაღაცა, მაგრამ ის არის მეორე მესამე ხარისხოვანი. ამიტომ ეხლა რითი სარგებლობენ იმით, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა მიდის უცხოეთში, მცარე ადგილზე ეს ჩვენი არ მინდა ეხლა ისა თქვა, რომ ვითომ ამ სამუშაო ადგილებს ავსებენ ამ ემიგრანტებს. ეს არის მარაზმი და ეს არის ძალიან დიდი საშინელება და წარმოიდგინეთ სულ რაღაც 10-15 წლის შემდეგ რა იქნება. აი წარმოიდგინეთ 10 წლის წინ რა იყო საქართველოში და 10 წელი გავიდა და რა დღეში ვარ და 10 წლის შემდეგ რა იქნება. ეს არის ძალიან სერიოზული თემა და ამას უნდა ძალიან დიდი სულისკვეთება და ყველანი ჩვენებურად
რაც შეგვიძლია, უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი. მავალი მეტყვი შენ რას აკეთებ? რას აკეთებ? ნუ მეც ვაკეთებ ხო, რასაც ფულშეულობ, საქართველოში ვაბანდებ და ახლა ჩემს აწარმოში, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონაც მიხვდებით უპირატესობას ვის მიცემ რომ მივიღო სამსახურში. და მარტივად მეტყვი არა იმას რომ მათ შედე რა უფლება გაქვს მუშაობის რაღაცა და ამაში ისე მთავრობა უნდა დაგვეხმაროს. არა, ვისაც არ აქვს მუშაობის უფლება საქართველოში, აი უფლება უნდა ქონდეს და აქ უკვე მთავრობა რომელსაც საზოგადოება აირჩევს, აი ესეთი ხალხის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს და გააკეთოს ეს. აი ესეთი კითხვები მიყვარს, იმიტომ რომ ამ კითხვებში პასუხიც არის და გამოსავალიც. ეხლა ჩვენ რაც ვილაპარაკეთ და ეხლა გამოგვივიდა რომ ჩვენი ერის მომავალზე ვსაუბრობთ და აი ეს კითხვა მე მიმაჩნია რა არის გამოსავალი და ამ კითხვაში ჩანს. ესე იგი ასეთი კითხვაა ბატონო აკაკი როგორ ახერხებთ ამ წიგნების კითხვას და მე როგორ აი სად პოულობთ დროს. ვიდეოები თუ გახსოვთ მეგობრებო მე როგორ უნდა წავიკითხო წიგნები და როგორ უნდა განვითარდეთ ასეთი თეორია ჩამოვაყენებენ ახლა რა თქმა უნდა შეიძლება ფიზიკურად რო არ ქონდეს დაждი ასე წიგნი აიღო მაგრამ არის მეორე გამოსავალი არის აუდიო წიგნები რასაც მე ახლა ვაკეთებ მე კვირაში 1-5-6 აუდიო წიგნს ვკითხულობ და საშუალება მეძლევ ნუ ახლა ტრაილერზე ამის საშუალება არის მაგრამ ზოგჯერ ხომ მიდივარ ხან სოფეში ხან იმაში და ელემენტარულად ხო ნუ ეს პასუხი გაგეცით ხო ყოველდღე მე თვითონ მაქვს ჩადებული თავში რომ 3-4 საათი ახლა აქ ტრაილერზე ვარ დიდი დრო მაქვს მაგრამ თბილისში 1-2 საათი აუცილებლად წიგნს ვუზივარ და ერთ კვირაში ერთ წიგნს ამთავრებ ხო აი ესეთ პასიურ რეჟიმში და თვეში გამოდის 4 წიგნს მაინც კითხულობ 4 წიგნი მე წელიწადში რამდენი 48-50 წიგნს რო კითხულობ ამოვიდგინე და უკვე ძლიერი ხარ და უკვე იცი რა ხდება და მე ადრეცა მაგ ნათქვამი რომ წიგნი ფიქრის საშუალებას, ანალიზის საშუალებას გაძლევს, რასაც ფიქრობ და ის უკვე ხალხ ნაფიქრი აქვს, უბრალოდ შენ ინფორმაცია უნდა მიიღო და როდესაც ადამიანი უკვე ინფორმირებულია და ანალიზის ურანი ეძლევა, უკვე მიმდინარე პროცესში სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს. ამიტომ მარტივად და უბრალოდ ვიტყვი რომ ეხლა დიდი რეფორმები და ის ვერ გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ყველა შეგვიძლია ეხლა რეფორმები რო გააკეთო, ან რაღაც თანამდებობაზე უნდა იყოს რაღაც პრეზიდენტი, მაგრამ ყველა ხო ვერ გახდება, მაგრამ ჩვენ ყველა შეგვიძლია ჩვენ შვილებს უთხრათ, რომ აი ეს წიგნი წაიკითხეთ, ჩვენ თვითონ წავიკითხოთ ეს წიგნი და სულ ჭირდება რაღაც 1-2 საათი დღეში. აი წარმოიდგინეთ რამხელა ის იქნება და უკვე ერი და ხალხი რო განათდება და უბრალოდ ანალიზის უნარი ექნება ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქედან გამომდინარე აი ჩემი პასუხია აი როგორ უნდა გადარჩეს ქვეყანა როგორ უნდა გამოვიდეთ მდგომარეობიდან უბრალოდ და მარტივად თქოთ ბევრი წიგნები თუ არა გაქვს საშუალება 1-2 საათი მაინც ყოველდღე იკითხე წიგნები და ჩვენ შვილებს ჩვენ შვილი ნათესავებს მეგობრებს ახლობლებს ყველას მოუწოდოთ რომ ეს გააკეთოთ აი ნახეთ მე ერი როგორ გაძლიერდება და მე გახსოვთ აბა ჩემი წინა ვიდეოებშიც რომ ვამბობ რომ შენ როცა ხარ ნაკითხი ლიტერატურას ხარ გაცნობილი ბევრ რაღაცას ხარ გაცნობილი ხდები უშიშარი და ძლიერი და როცა უშიშარი და ძლიერი ხარ ამაზე ბედნიერი რა უნდა იყოს და ასე უყურებ მე ჩემ ქვეყანასაც რა ვიკითხოთ და ყველაფერი დაждდება თავის ადგილზე კარგით მეგობრებო, საიდან სად გადავედით, მაგრამ გონი ჩემი სათქმელი თქვი და დარწმუნებული ყველაფერი კარგად იქნება. მარტივად შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება და ანალიზს გააკეთებ, მიხვდები რომ ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიაში, ურთიერთშეწყობაში და სადაც ჰარმონია და სიმშვიდეა, იქ არის ბედნიერება, წინსვლა და ყველაფერი კარგი. კარგით ამა მეგობრებო დაგემშვიდობებით კომენტარებსაც მოусმენ ლანძღვაგინებას არ მოусმენ მაგრამ ყველა რეალურ ნამდვილ როგორც ვთქვათ კომენტარს რა ეხლა ყველას 1000 აზრი ყველაფერს მოусმენ ყველაზე პასუხს გაგცემ და
ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ყველას ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე. მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.